სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbis ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ გადავდივართ ძველი ათქმის მეოთხე ნაწილზე და ისევ განვიხილავთ დაბადების მეორე თავს. და შემდეგი მეხუთე ნაწილი იქნება უკვე მესამე თავზე გადასვლა. ჩათვალად საჭიროთ არის ბევრი ქვეთავები, რომელიც დაასათაურა Warren Wiersbim და გვიყვება ამას ძალიან შესანიშნავად. თქვენ მიხვდებით უკვე უფრო და უფრო როგორ საინტერესოს გახდის ამ კომენტარებს ის. და მე ახლა მახსენდებოდა 5 წლის უკან წავიკითხე პირველად და ჩემს აღფრთოვანებას სიმართლე გითხრათ საზღვარი არ ქონდა, როცა კითხულობდი ზუსტად ამ ნაწილებს თუ როგორ პრაქტიკულად პარალელები როგორ კრავდა რწმენას და როგორ ფართოვდებოდა ჩემი გონება და რწმენა იზრდებოდა, როდესაც უსმენდი ამ კომენტარებს. ესე დაასათაურა ეს მეოთხე ნაწილი ერთი დიდი სათაურით. ეს ჩემი მამის სამყაროა, თუ ვისია ის. ეს ჩემი მამის სამყაროა, თუ ვისია ის. ესეთი ისტორიით იწყებს Warren Wiersbe ამ ნაწილს. ვაღიარებ ჩემს სირცხულს, რომ ჩემი მსახურების ადრეულ წლებში ვერიდებოდი ხოლმე საკრებულოს მიერ ღვთისმსახურებაზე სიმღერის, რომელსაც ერქვა ეს ჩემი მამის სამყაროა. ვამბობდი სიტყვებს, მაგრამ ერთ სტრიქონს ყოველთვის თავს ვიკავებდი ხოლმე და რაღაცნაირად ჭოჭმანოდი, სადაც სიმღერა ხას უსვავდა ბუნების ღმერთს და არა ჯვრის ღმერთს, ჯვარცმის ღმერთს. და მინდოდა რომ ჩვენს ღვთისმსახურებაში ყველაფერი ევანგელისტური ყოფილიყო. გარდა ამისა, სიმღერის ენა ჩემთვის ძალიან სენტიმენტალური იყო და მაინტერესებდა, როგორი ადამიანი იყო ამ სიმღერის დამწერი კომპოზიტორი. გამოკვლევების გარეშეც კი დავასკვერი, რომ ნებისმიერი მოლტბი დი ბებკოკის მსგავსი სახელით აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტუბერკულოზური განდეგილი, რომელიც ყოველდღე ფანჯრიდან ყურებით და სევდიანი პოეზიით წერით ტკბებოდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, რამდენად შოკირებული და შერცხვენილი ვიყავი, როდესაც აღმოაჩინე, რომ მოლტბი ბებკოკი, დაბადებული 1858-ში და გარდაცვლილი 1901-ში, იყო მამაკაცური პრესვიტერიანული პასტორი, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა ბეისბოლის თამაშს, ის იყო პიჩერი და ასევე იყო ჩემპიონი მოცურავე. და ჩემი შეხედულებები, რომ ის იყო რაღაც განაზებული პიროვნება, მთლიანად დაიმსხვრა. თურმე ის დილდილაობით 8 მილის მანძილზე ყოველთვის სირბილით გადიოდა. და ის ხალხს ეუბნებოდა, რომ ის როცა დარბოდა, რომ მისი მამის სამყარო დაენახა. და რა თქმა უნდა, იმ ჩემი რაღაცა მომწიფლობის დღეებში, როცა მე უფრო დავბრძენდი და გავიზარდე, მოვინანიე ეს ჩემი სისულელე. იმედი ოდესმე შეხვდები პასტორ ბებკოკს სამოთხეში და აუცილებლად ბუდიშსაც მოვხვდი მას. მიხვდი, რომ დავით მეფე მართალი იყო, როდესაც ადიდებდა შემოქმედს თავის ფსალმუნებში და რომ განდიდებული წმინდანები ზეცაში სწორედ იქცევიან, როდესაც გაუჩერებლად თაყვანს ღმერთს, როგორც ამ სამყაროს შემოქმედს. ეს აღწერილია გამოცხადების წიგნის მეოთხე თავში და მხსნელს გამოცხადების მეხუთე თავში. ასე რომ ეს ორივე ერთად მიდის ფეხდაფეხ, როდესაც საუბარია სამებაზე. შექმნა და გამოსყიდვა. ეს ერთი დიდი გეგმის ნაწილია, რადგან ჯვარზე იესოს მიერ მოტანილი გამოსყიდა თავისუფლებას მოუტანს აუცილებლად თელ ამ სამყაროს, დედამიწასაც კი. ერთ დღეს ღვთისქმნილება სიხარულით შევა ღვთისშვილთა დიდებულ თავისუფლებაში. ამას გადმოგცემს რომაელთა წერილის მერვე თავის 21 მუხლი. ალილუია, ამინ. მაგრამ სამწუხაროდ ყველა არ ეთანხმება დავითს, პავლეს და ზეციურ თაყვანისმცემლებისას, რომ ეს მართლაც ჩვენი მამის, მამა ღმერთის სამყაროა. თავის წიგნში
ცრურწმენები, მესამე სერია, ამერიკელი გაზეთის რედაქტორი და ესეისტი H.L. მენკენი წერდა: სამყარო გიგანტური მფრინავი ბორბალია, რომელიც წუთში 10,000 ბრუნს აკეთებს. ადამიანი კი ამანტყოფი ბუზიაო, რომელიც თავბრუდახვევა დაბზუის მასზე. რელიგია კი ის თეორიაა, რომ ეს ბორბალი შექმნილია და დაყენებულია, რათა ის ატაროსო. ბრიტანელმა ესეისტმა უოლტერ სევიჯ ლენდორმა თქვა: მთლიანობაში აღებული სამყარო აბსურდულიაო. ხოლო ამერიკელმა ფიზიკოსმა სტივენ ვეინბერგმა დაწერა: რაც უფრო გასაგები ჩანს სამყარო, მით უფრო უაზრო ჩანს მასზე ცხოვრებაო. კარგით ბატონებო, გააკეთეთ არჩევანი ისეთი როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი იცოდეთ რომ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ცხოვრება გექნებათ აქეთემ და ამ მიწაზე და ასევე თქვენს მარადიულ ბედს, როდესაც მას მიატოვებთ და გადახვალთ იქით. ათეისტები ამბობენ, რომ სამყარო მხოლოდ მოწესრიგებული შემთხვევითობაა. აგნოსტიკოსები აღიარებენ, რომ მათ უბრალოდ არ იციან და არც ისე ღელავენ ამაზე. დეისტები კი აღიარებენ, რომ ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ყველაფერი, მაგრამ დიდი ხანია მან მიატოვა ის, რაც შექმნა. მაგრამ ქრისტიანე მორწმუნე კვლავ მღერის და ადიდებს: ეს არის მამაჩემის სამყარო. განსხვავება ისაა, რომ ქრისტიანებს წამთ შემოქმედის, რომელმაც არა მხოლოდ შექმნა სამყარო, არამედ რომელიც დღესაც ყოველ წამს ასევე მართავს და აკონტროლებს მის ბედის წერას. თუ ეკლესიაში ჩვენ ვღერით, ეს არის ჩემი მამის სამყარო, მაშინ კითხვა ისმის: როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ირგვლივ სამსახურში, სამეზობლოში, რათა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ნამდვილად ასე ვფიქრობთ და ასე აღვიქვავთ მას. შემდეგ ქვეთავი ესე იწყება: ჩვენ მხოლოდ ღმერთსენთ თაყვანს. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, სამყაროს ყველა მკვიდრით რთოდეს მისგან, რადგან მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და არსებობს. ფსალმუნი 32:8-9. თავად ეს სამყარო, რომელიც არის მისი ქმნილება, თავადავლეს ღმერთის არსებობას, მის ძალას და მის სიბრძნეს. ის რომ ეს რთული სამყარო შემთხვევით გაჩნდა არაფრისაგან, ანუ დიდი აფეთქებიდან, ისეთივე სავარაუდოა, როგორც შექსპირის ნაწარმოები, რომ სტამბაში აფეთქების შედეგად დაწერილიყო. მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ძალის მქონე ღმერთს შეეძლო არაფრისაგან რაღაცის შექმნა და მხოლოდ ასეთი სიბრძნის ღმერთს შეეძლო მისი ფუნქციონირება ისე, როგორც ის მოქმედებს და არის. მეცნიერები მხოლოდ ღვთის აზრებს მოიაზრებენ ისე და ისე აღმოაჩენენ ამ სამყაროს კანონებს, როგორც ეს თავად ღმერთმა შექმნა და დაადგინა მის ქმნილებაში. პავლე მოციქული ადასტურებდა, რომ ეს მისი ქმნილება ამტკიცებდა ღვთის მარადიულ ძალასა და ღვთაებრიობას, რომელთა წერილი პირველი 20. და დავით მეფეც ამაზე მღეროდა სწორედ: ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთან ამოქმედარს გვამცნობს სამყარო. ფსალმუნი 18:1. არც იესო ქრისტე არ ყოყმარობდა სიტყვა ქმნილების გამოყენებას. მარკოზის სახარება 10:6-13-19. ისევე როგორც პავლე, რომელთა წერილში მერვე თავში მთლიანად უთმობს ამ ადგილს 1-დან 20-მდე და 22 და ახსენებს ამას. პეტრე მოციქულის მეორე პეტრეში მესამე თავის მეოთხე მუხლში ქმნილებას ასახელებს, რომელთა წერილის პირველი თავი 18-დან 32-მდე განმარტავს ამას. კაცობრიობის დეგრადაციის, ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთის ცოდნიდან, ცრუ ღმერთებისა და მკვდარ-კეპრების თაყვანისამდე ეს მთლიანად აღწერა მან ამ რომელთა წერილში. ზოგიერთი რელიგიის კვლევარები ძალიან ცდებიან, როდესაც გონიათ, რომ კაცობრიობამ თავისი რელიგიური მოგზაურობა დაიწყო ჯერ ბუნების საგნების თაყვანისცემით და ყოველივე ამის შემდეგ თანდათანობით ავიდა ერთი ღმერთის თაყვანისცემამდე. არ და სინამდვილეში პირიქით კაცობრიობამ დაიწყო ზემოდან ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობით და მოგვიანებით
თავიანთი ვნებები და ცოდვილი ნდომების დასაკმაყოფილებლად მათ ნელ-ნელა უარი თქვეს მის თაყვანისცემაზე და მერე დაიწყეს კერპების თაყვანისცემა და კერპების გამოგონება. ასე ივიწყებს სამყარო შენ მის შემონქმედს წერდა ავგუსტინე და ამავე დროს იყვარებს იმას, რან შეშექმენი შენს ნაცვალდო. როდესაც დავითი ცის სიდიადეს განიხილავდა, მას მოუწია კითხვა, რა არის ადამიანი, რომ იხსენებ მას და კაცისზე, რომ მას სტუმრობ? ფსალმუნი 8:3-4. ასევე წინასწარმეტყველი ესაია ფიქრობდა შემოქმედის სიდიადეზე, ნათლად ხედავდა კერპთაყვანიცემლობის სისულელეს და უგნურობას. ესაია გადმოგცემს ამას მის მე-40 თავში 12 და 26 მუხლებში, ასევე 55 თავში 5-დან მე-18 მუხლებში. უფალო, როგორ გამოიხატება შენი საოცრებები, გაშილი, სადაც არ უნდა მივაპყრო თვალი, თუ მიწას დავაკვირდები ან ცას შევხედავ. წერდა ისააკ უოტსი, მე-17 საუკუნის ინგლისელი თეოლოგი. ერთხელ ატომურ ლაბორატორიაში ექსკურსია მძღოლმა თავის ჯგუფს კითხვების დასმის საშუალება მისცა და ერთმა სტუმარმა იკითხა: თქვენ ამბობთ, რომ ეს მთელი სამყარო, რომელიც ასე მყარი ჩანს, მხოლოდ მოძრავი ელექტრონული ნაწილაკებია? და თუ ეს სიმართლეა, რა აკავშირებთ მას ერთმანეთთან? გიდის გულწრფელი პასუხი იყო: არ ვიცით. მაგრამ გახსოვთ პავლე მოციქულმა ამ კითხვას საუკუნების წინ უპასუხა: ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველივე, რაც საში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფოვანი, მართლობანი და ხელმწიფოვანი, ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა, ყოველივე მისით დგას. კოლოსელთა წერილი 1:16-17 მუხლები. ეს არის ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვცემთ თაყვანს და ქმნილება ჩვენთან ერთად ადიდებს მას. ფსალმუნები 18:1-5, 95:10-13, 147:1-13. შემდეგ ქვეთავი ესე იწყება: ჩვენ ვიქნებით მისი ქმნილების კარგი მართველები. როდესაც ღმერთმა პირველ მამაკაცსა და ქალს მისცა ძალაუფლება ქმნილებაზე, რომელიც აღწერილია დაბადების წიგნის პირველ თავის 26-30-ში, მან ისინი და მათი შთამომავლები ვალდებული გახადა დაეფასებინათ მისი ნიჭი, მისი საჩუქარი და ფრთხილად გამოეყენებინათ ისინი მისი დიდებისათვის. ღმერთმა ყველაფერი შექმნა თავისი დიდებისა და სიამოვნებისათვის. ამას გადმოგცემს გამოცხადების წიგნის 4:11. ასევე ჩვენი პირადი სიამოვნებისა და გამოყენებისათვის. ამას გვეუბნება 1 ტიმოთეში პავლე 6:17, მოციქულთა საქმეებში 17:24-28 და ჩვენ ყოველთვის უნდა მივიჩნიოთ საკუთარი თავი ღვთის სამყაროში მართველებად. ქმნილების განადგურება და მისი სიკეთის გაფლანგვა ნიშნავს ღვთის წინააღმდეგ შეცოდებას. ამ სამყაროში ჩვენ ყავს ღმერთი, ადამიანები და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მათ შორის წყალი, მიწა, ცხოველური და მცენარეული სამყარო, ჰაერი და მიწისქვეშა უზარმაზარი რესურსები. ჩვენ გვევალება თაყვანისცემა ღმერთისათვის, რათა გვიყვარდეს ადამიანები და გამოვიყენოთ ეს ყველა საგნები ღვთის დიდებისა და სხვების საკეთილდღეოდ. და როდესაც ეს ღვთაებრივი წესრიგი ირევა, მაშინ ღვთის ეს ქმნილებაც იტანჯება. როდესაც ჩვენი სიხარვით ვნებიანად ვიწყებთ ნივთებისადმილ ტოლვას, მალევე ვიწყებთ ღმერთის იგნორირებას და ადამიანების შეურაცხყოფას და იმავე დროს ქმნილების განადგურებას. რომანისტი ალენ პატონი წერდა: მიწა წმინდა, ისეთივე როგორიც შემოქმედისაგან მოვიდა. დაიცავ იგი და იზრუნე მასზე, რადგან ის იცავს ადამიანებს, იცავს ცხოველებს, ზრუნავს ადამიანებზე, გაანადგურებ მას და ადამიანიც განადგურდება. ღმერთმა მოსეს კანონში ჩაწერა თავის ზრუნვა ადამიანებზე, ცხოველებზე, მცენარეებზე და მიწაზე არსებულ მის რესურსებზე. შაბათის დღე მოსვენებას აძლევდა როგორც ადამიანებს, ვინც მუშაობდნენ, ასევე მათ ცხოველებს. გამოსვლა 28, 11, 23, 12, ხოლო შაბათური წელიწადი, საშაბათო წელიწადი და საიუბილეო წელიწადი მოსვენებას აძლევდა მიწას. ამას გადმოგცემს ლევიტელთა წერილის 25 თავი. და იმიტომ რომ ებრაელები არ დაემორჩილნენ ამ კანონებს, ისინი ტყვედ იქნენ წაყვანილი ბაბილონში, რათა მიწას შაბათებით ესარგებლა და განახლებულიყო.
ამას გადმოგცეს მეორე ნეშტას 36 თავის მე-14 და 21 მუხლები. ღმერთმა ისრაელს მისცა წესები დაკარგული და ასევე დაცემული დაღლილი ცხოველებისათვის. მეორე რჯული 22 1-4. ასევე ფრინველები, რომლებიც თავის ბუდეს იშენებდნენ და თავისი ბარტყები ჰქონდათ. ეს აღწერილია მეორე რჯულის 22, მე-6, მე-7-ში. ასევე ხნელი ცხოველებისათვის გახსოვთ ხომ პირის საკურაზე, როდესაც ხნავს ცხოველი 22 10-ში მეორე რჯულის. და ახალშობილი ცხოველებისათვის ლევიტელთა 22, 26, 28. ფსალმური მომღერალი ადიდებდა ღმერთის ამ დიდებას, რომ იგი მუდამ ზრუნავდა. ზრუნვისა და ასევე მეურვეობისთვის ცხოველებზე და ადამიანებზე. ფსალმუნი 101, 10-დან 30-ის ჩათვლით. შეუძლებელია იმ ფაქტიდან გაქცევა, რომ ღმერთმა არ მიატოვა თავის ქმნილება, მაგრამ კაცობრიობამ ნამდვილად შებილწა და გაანადგურა ღვთის ეს ქმნილება. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ეს ქმნილება. ისინი ივიწყებენ, რომ ჩვენ ვართ ღვთის მოიჯარეები, მეურვეები, მისი ამ საჩუქრის და ამ ძღვენის მართველები. ეკოლოგიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურად 100 სახეობის მცენარე და ცხოველი ნადგურდება, რომ ტყეების განადგურება და წყლისა და ჰაერის დაბინძურება დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ ეკოლოგიურ ტრაგედიებს იწვევს. მიუხედავად ამისა, ღმერთს უყვარს თავის ქმნილება და სურს, რომ ჩვენი სიყვარულით გამოვიყენოთ. ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა. შენი სამეფო მარადიული სამეფო და შენი მართლობა თაობიდან თაობებში ვრცელდება. მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალია ყველა თავის საქმეში. ფსალმუნი 144, 9, 13, 17 მუხლები. ნუ თუ ჩვენ ბედავთ, რომ ექსპლუატაცია გაუწიოთ და გავანადგუროთ მისი ეს ქმნილება, რომელიც მას ასე უყვარს. შემდეგი ქვეთავი ამ სახელწოდებით არის ჩვენ მივენდოთ ღვთის განგებას და არ ვინერვიულოთ არაფერზე. აგნოსტიკოსებსა და ათეისტებს აქვთ სრული უფლება ინერვიულონ, რადგან როგორც ვიღაცამ თქვა, მათ არ აქვთ უხილავი საყრდენი. მათთვის სამყარო თვითშექმნილი უპიროვნო მანქანა და არა ბრძენი ღმერთისა და მოსიყვარულე მამის ქმნილება. მაგრამ ქრისტიანი მორწმუნეები ქმნილებას თავიანთი მამის სამყაროს უწოდებენ. ისინი შემოქმედს მამას უწოდებენ და მას ანდობენ თავიანთ ცხოვრებას, ნებისმიერ გარემოებსა და მათ ცხოვრების მომავალს. ბუნებაში ყველაფერი განადიდებს უფალს და მას მიმართავს ყველაფრისათვის რაც სჭირდებათ. ესენი ყველა შენგელოდებიან, რომ მისცემათ საკვები თავის დროზე. ფსალმუნი 103:27. და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბეღურებს მაგალითად კუჭის წყლები ემართებათ, ხოლო კურდღლებს კიდევ ნერვიული სტრესი და აშლილობა ჰქონდეთ. შაშმა ბეღურას უთხრაო: ძალიან მინდა ვიცოდე, რატომ დარბიან და ღელავენ ეს შეშფოთებული ადამიანები ასე გამეტებულად. ბეღურამ კი უპასუხა შაშს: მე ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა ყავდეთ ის ზეციური მამა, რომელიც შენზე და ჩემზე ზრუნავსო. სამყარო არანაირად არ არის უზარმაზარი მანქანა, რომელიც ღმერთმა შექმნა, დაშალა და შემდეგ მიატოვა. რაც წამთ დეისტებს. უფლისაა დედამიწა და ყველაფერი რაც მასშია, სამყარო და ყველა, ვინც მასში ცხოვრობს. ფსალმუნი 23:1. რაც უფალს ნებავს, ის ამას აკეთებს საშიც და მიწაზეც, ზღვებშიც და მის სიღრმეებშიც. ფსალმუნი 134:6. მის ხელშია ყოველი არსების სიცოცხლე და მთელი კაცობრიობის სუნთქვა. იობი 12:10. სიტყვა განგება ორი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს, რომლებიც ერთად ნიშნავს წინასწარ დანახვას. რაც არ უნდა მოხდეს, უფალი იზრუნებს ამაზე. დაბადება 22, 13, 14. გახსოვთ, ეს არის აბრაამის გამოცდის აღწერა. მე წავიკითხავ ამ მუხლებს. აღაპყრო თვალები აბრაამა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართული იყო ბუჩქნარებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სულ დასაწველ მსხვერპლად და თავისი დასაწველ მსხვერპლად თავისი ძის ნაცვლად და უწოდა აბრაამ ამ ადგილს სახელად იაჰვე ირე. უფალი გამოაჩეს, რაც დღემდე ასე გამოითქვის. თაზე უფალი გამოჩნდა. ან თაზე უფალი გამოაჩენს. პლანეტა დედამიწა არ დახეტიალობს კოსმოსში, როგორც უმწეო რაღაცა მთვრალი არსება.
ღმერთს მთელი სამყარო ხელში უჭირავს და ახორციელებს თავის ღვთაებრივ განზრახვებს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ და მისი სახელის დიდებისათვის. სწორედ ეს დარწმუნება აძლევს მის ხალხს სიმშვიდეს, რაც არ უნდა რთული იყოს მათი გარემოებები. ცაბაოდ უფალი ჩვენთანაა, იაკობის ღმერთი ჩვენი თავშესაფარია და ამ შვიდით დაიცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი. ფსალმური 45:7-10. მთაზე ქადაგებისას მათეს სახარება 5:7 იესო გვეუბნება თუ როგორ უმკურნალოთ შფოთვით სავსე ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს წუხილებს. ჩვენ უნდა მივანდოთ ჩვენი ცხოვრება მამის ხელში და ვენდოთ მას, რომ ის წაგვირძღვება და ყოველდღიურად მოგვიტანს საჭიროებებს. მათეს სახარება 6:24-34. თუ ცხოვრებაში სხვა ყველაფერს პირველ ადგილზე დავაყენებთ, მაშინ ჩვენ ნერვიულობა და შფოთი არ აღწდება, მაგრამ თუ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე ვაყენებთ, ის დააკმაყოფილებს ჩვენს დანარჩენ მოთხოვნილებებს და მოგვანიჭებს ჩვენ ნამდვილ მშვიდობას. მუხლი 33 მათეს სახარება 6 თავიდან. ის ყველაფერს აკეთებს ახლავე სიკეთისათვის, რომელთა 8:28. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ ვერ ხედავდეთ, ან ვერ ხვდებოდეთ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს ხოლმე. შემდეგ ქვეთავი ესე დაასათაურა ვორენ ვირსმი. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი მამის მიმართ. თუ ღმერთი სამყაროს შემოქმედი და უფალი ჩვენი მამაა, მაშინ გონივრულია, რომ მას ვესაუბროთ ამ საკითხებზე, რაც გვაწუხებს. მაშინ თუ თქვენ ბოროტემა იცით კეთილს მიმცემელთა, კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს. მათეს სახარება 7:11. მაგრამ თუ ღმერთი უზენაესია და აქვს გეგმა თავის ხალხისათვის და თავის სამყაროსათვის, ჩვენ მაშინ რაღაცა უნდა ვილოცოთ? განა ლოცვა ეს არ არის ჩარევა ღვთისნებაში? არა, არანაირად ესე არ არის. ლოცვა ეს ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ღმერთმა თავად დააწესა თავისი ნების შესასრულებლად ამ ქვეყნად. და კარგად ითქვა, რომ ლოცვის მიზანი არ არის ჩვენი ნების შესრულებაზეც, არამედ ღვთის ნების შესრულება დედამიწაზე. იყოს ნება შენი, როგორც ცათა შინა, ისე დედამიწა ზედა. მათეს სახარება 6:10. თუ არ ვთხოვთ, ვერ მივიღებთ. ლუკა 11:9, იაკობი 4:1-3. და იესო თავისი მაგალითით, მითითებებით და დაპირებებით ჩვენ გვამხნევებს, რომ ყოველთვის ვთხოვოთ და ყოველთვის ვითხოვოთ, რომ კარზე დავაკაკუნოთ. და ჩვენ ლოცულობთ მამის მიმართ, რადგან ვიცით, რომ ის არის შემოქმედი და ის არის ცათა და მიწის უფალი. ბიბლიაში მოხსენებულ დიდ შუამავლებს, დიდ ადამიანებს, ყველა შეეძლოთ ეთქვათ, ჩემი დახმარება უფლისგან მოდის, რომელმაც შექმნა ცადა და მიწა, ფსალმური 122. ეს ეხებოდა აბრაამს, დაბადება 14:22, მეფე ხისკიას, მეორე მეფეთა 19:15, მოციქულებს და ადრეულ ეკლესიას, მოციქულთა საქმეები 4:24, პავლე მოციქულს ეფესოში 3:15 და ჩვენს უფალ იესო ქრისტესაც კი, ლუკას სახარება 10:21. როდესაც თქვენ ფოკუსირდებით ღვთის სიდიადეზე, ჩვენი პრობლემები და ტვირთი უფრო და უფრო პატარავდება და უფრო მსუბუქი გახდება. შემდეგი ქვეთავი ესე იწყება: ჩვენ არ შეგვეშინება მისი გულისთვის ტანჯვის. ამიტომ ვინც ღვთის ნებისამებრ იტანჯება, უნდა მიენდონ თავიანთ ერთგულ შემოქმედს და განაგრძონ სიკეთის კეთებას. 1 პეტრეს წერილი 4:19. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც დაავალეთ, საბანკო ტერმინია, რომელიც ნიშნავს შენახვას, შეტანას. ორამეს გულისხმობს ის. პირველი, რომ მისი ხალხი ძვირფასია უფლისათვის და მეორე, რომ ის სანდუა ჩვენზე ზრუნვისათვის. მიენდეთ მას თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე. 1 პეტრე 5:7. ბოლოს და ბოლოს, თუ შემოქმედ შეუძლია თავის სამყაროს შენარჩუნება და ფუნქციონირება, რათა შეასრულოს თავისი ნება, თუ მას ასევე არ შეუძლია, რომ იგივე გააკეთოს ჩვენი ცხოვრებისათვის, ჩვენი ოჯახებისათვის, ჩვენი მსახურებისათვის. შემოქმედა, რომელმაც იცის ყველა ვარსკვლავის რაოდენობა, თავიანთი სახელებით, იცის თუ ვინა ვართ, შეუძლია დააკმაყოფილოს ასევე ჩვენი ყველაზე ღრმა მოთხოვნილებებიც კი. ფსალმური 146:3-6. პეტრემ თავის დაწერილი წერილი მისწერა რომის იმპერიის მორწმუნეებს, რომლებიც ცეცხლოვან ღუმელში, 1 პეტრეს 1:7-4-12. უნდა შესულიყვნენ და რწმენის გამო დატანჯულიყვნენ და დევნილი ყოფილიყვნენ.
მაგრამ როდესაც მისი ხალხი ამ გამოცდისა და ტანჯვის ღუმელშია, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გვჯეროდეს, რომ ჩვენი შემოქმედის თვალები მიპყრობილია და აკონტროლებს როგორც საათსა და ასევე თერმოსტატის ისარს. ანუ იმ ვადებს და იმ დონეს, რომლითაც ხდება ჩვენი ტესტირება, ჩვენი შემოწმება და ჩვენი გამოცდა. მან იცის ის თუ რამდენ ხანს და როგორი სიძლიერით მოხდეს ეს გამოცდა. ის აკონტროლებს სიტუაციას. როდესაც ცეცხლოვანი განსაცდელებით გავლით, ჩვენი ვიტანჯებით. ჩემი მადლი ყოვლის შემძლე იქნება შენთვისო. მისიალი არ დაგაზიანებს, მე მხოლოდ გეგმავ. შენს ნარჩენს რომ შეჭამოს, რომელიც დაიწვება და შენს ოქროს რომ გაწმიდოს. ჯონ ეფ უეიდი, მე-18 საუკუნის ინგლისელი ქრისტიანული ჰიმნის ავტორი, ესე წერდა თავის სიმღერაში. შემდეგ ქვეთავს ესე ქვია, ჩვენ გვიყვარს და ვემსახურებით კაცობრიობას. როდესაც პავლემ ათენში მარსის გორაზე ბერძენ ფილოსოფოსებს მიმართა, მან მათ თეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მოკლე კურსი ჩაუტარა. ეს აღწერილია მოციქულთა საქმეების მე-17 თავის 22 და 33 მუხლებში. მან უთხრა მათ, რომ ღმერთი იყო შემოქმედი და მას არ სჭირდებოდა მათი ხელით შექმნილი ტაძრები და კერპები, რადგან ის იყო თვითონ ცისა და დედამიწის უფალი. ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთს რაიმე მივცეთ, ამბობდა პავლე, რადგან მან შექმნა ყველაფერი და ის არის, ვინც გვაძლევს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს. შემდეგ კი პავლე სახიფათო ტერიტორიაზე გადადის და განაცხადებს, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი ერთი სისხლისაგან შექმნა. განცხადება, რომელმაც ალბათ შეაშფოთა ამაყი ბერძნები, იმიტომ რომ იმ დროს ისინი საკუთარ თავს უმაღლეს ადამიანებად მიიჩნევდნენ, უმაღლეს რასად. დანარჩენებს კი ისინი ბარბაროსებად მოიხსენიებდნენ. თუმცა პავლე მიცოდა, რომ ყველა ხალხი ადამიანისაგან წარმოიშვა, ყველა რასა და ერი ერთი ოჯახია შემოქმედის წინაშე. თავისი განგებით ღმერთმა ერების აღზევება და დაცემა, ახალ ტერიტორიებზეც გადასვლა, გაფართოება, დაუშვა, მაგრამ ისინი ყველა მისი ქმნილებები არიან, მტვრისაგან შექმნილი და მისი ძალით მხარდაჭერილები. ძველი აღთქმის კანონში ღმერთმა ისრაელებს უბრძანა, რომ სიკეთე გამოიჩინათ მათ შორის ყოფი უცხო ტომელების მიმართ და ხიზნების მიმართ. გამოსვლა 23:9, ლევიტელთა 19:34, 23:22, მეორე რჯული 10:17, 19, მეორე რჯული 26, 1-დან მე-11-ს ჩათვლით. იესო ქრისტემაც წყალობა გამოავლინა როგორც წარმართებზე, ასევე ებრაელების მიმართ და კეთილი მოყვასის, ანუ კეთილი მეზობლის მაგალითად სამარიელი გამოიყენა ლუკას სახარებაში მე-10 თავში 25-დან 37 მუხლების ჩათვლით. ზოგიერთ იუდეველს ადრეულ ეკლესიაში უჭერდა წარმართების მიღება, მაგრამ ღმერთმა ნათლად განაცხადა, რომ მის ხალხში ცრუწმენების ადგილი არ უნდა ყოფილიყო. ეს გადმოცემული მოციქულთა საქმეებში მე-10 თავში, მე-11-ში, მე-15-ში, გალატელებში მე-3 თავში, როდესაც პავლე აღწერს თუ რა მოსდის პეტრეს, როდესაც ჩამოვლენ მასთან ებრაელი მისი ახლობლები და როგორ იწყებს ის ნელ-ნელა განდგომას გვერდზე წარმართებისგან. ასე რომ სანამ არსებობს საჭიროებები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მეზობლები, კეთილი მოყვასისადმი და დავეხმაროთ ერთმანეთს. ერთგულები ვიყოთ ჩვენ წმენაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე წმინდა მოვალეობები შევასრულოთ ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ თანამგრძნობი გაჭირვებულების მიმართ. ესაია 58, 6:11, 1 იოანეს წერილი 3, 16-24, იაკობის წერილი 2, 14-7. მაშინაც კი თუ ადამიანები არ არიან ქრისტეს მორწმუნეები, მაშინაც კი უნდა დავეხმაროთ, იმიტომ რომ ისინი არიან ღვთისხატად, ყველანი ღვთისხატად არიან შექმნილები და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია მათთვის. დეკემბრის ერთ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივდიოდით მისი ოჯახის სანახავად ვისკონსინში და ჩვენი მანქანა გზიდან გადავიდა თხრილში. ჩვენ არ დავშვებულვართ და მანქანაც არ დაზიანებულო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ შეგვეძლო ჩვენ ორს ამ მანქანის უკან გზაზე დაბრუნება. რამდენიმე წუთის შემდეგ სამმა კაცმა, რომელიც გვერდით მოდიოდა, დაინახა ჩვენი მდგომარეობა, გააჩერეს თავიანთი მანქანა, გადმოვიდნენ და დაგვეხმარენ. მათ არ უკითხიათ ჩვენი ეროვნება ან რელიგიური შეხედულება, ისინი უბრალოდ მოვიდნენ და ჩვენი მანქანა თხრილიდან ამოიყვანეს. ჩვენ დიდი მადლობა გადაუხადეთ და ესე დავშორდით.
ის რასაც შოტლანდიელი პოეტი რობერტ ბერნსი ამბობდა ადამიანისადმი არადამიანურობას უწოდებდა, იმ დღეს ნამდვილად არ იყო აშკარა და უადგილო იყო. ებრაელი მეცნიერი აბრაამ ჯოშუა ჰეშელი რასობრივ ცურწმენას სიძულვის მაქსიმუმს მინიმალური მიზეზით უწოდებდა, მაგრამ თუ ყველანი ერთი სისხლისგან ვართ შექმნილი, როგორ შეგვიძლიაო ერთმანეთის დამცირება და არასათანადოდ მოყრობა, რადგან ამითი ჩვენ საკუთარ თავსაც ვაზიანებთო. შემდეგ ქვეთავი ესე დასათაურდა, ჩვენ წავიკითხავთ და შევისწავლით ღვთის სიტყვას. შენმა ხელებმა შემქმნეს და განმა სახიერეს. მომეცი გაგების უნარი, რათა ვისწავლო შენი მცნებები. ფსალმუნი 118:63. ხელებმა, რომლებმაც ჩვენი დედის საშვილოსნოში მოგხსოვეს, 138 ფსალმუნი 13:16. ასევე დაწერეს ეს სიტყვა, რათა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმძღვანელა მათი. როდესაც ახალ მანქანას ან ახალ ტექნიკას ვყიდულობთ, ჩვენ ყოველთვის გვკითხავთ ინსტრუქციას და სახელმძღვანელოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ გვესმის ის თუ როგორ მუშაობს ის. ასევე ბიბლიაც არის ჩვენი ცხოვრების ინსტრუქციის სახელმძღვანელო. ის გვეუბნება სწორედ საიდან მოვდივართ, ვინა ვართ და რას მოელის ღმერთი ჩვენგან და სად მივდივართ. ღმერთმა, რომელმაც ჩვენ შექმნა, ყველაზე უკეთესით იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ და თუ ჩვენ უგულველყოთ იმის რჩევას და გაფრთხილებას, ჩვენ აუცილებლად უბედურებას დავიტეხთ. ჩვენი ცხოვრების მართა მისი სიტყვის დამორჩილების გარეშე იგივეა, რაც თვითფრინავით ფრენა სახელმძღვანელოს წაკითხვისა და ფრენის ინსტრუქციის მიღების გარეშე. ჩვენც ასევე განწირულები ვიქნებით კატასტროფისაკენ. უფალს თითოეული ჩვენთაგანისათვის ღვთაებრივი მიზანი აქვს შესასრულებელი და ჩვენ ამ მიზანს მისი სიტყვის წაკითხვითა და მისი დაცვით ვპოულობთ. უფალი დაასრულებს ჩემს საქმეს, შენი წყალობა უფალო უკუნისამდეა, ნუ მიატოვებ შენი ხელების ნამოქმედარს. ფსალმუნი 117:8. უფალს სურს, რომ თითოეული ჩვენგანი წარმართოს და მოგცეს საშუალება, რათა დავტკბეთ იმით, რაც მან ჩვენთვის დაგეგმა, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თანამშრომლობისათვის. ბიბლიის უგულველყოფა ნიშნავს უდიდესი ცხოვრების სახელმძღვანელოს მიტოვებას, რაც კი ოდესმე კაცობრიობისთვის მიუციათ. მიენდე უფალს მთელი გული და ნუ დაეყრდნობი შენს გონებას, ყველა შენ გზაზე შეიცან იგი და ის წარმართავ შენს ბილიკებს. იგავები 3:5-6. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გონება და კარგად ვიფიქროთ, მაგრამ არ უნდა დავეყრდნოთ საკუთარ მსჯელობას ღვთის სიტყვის გარდა. საღი აზრი ეუბნებოდა ახალგაზრდა დავითს, რომ გოლიათი მასზე დიდი და ძლიერი იყო, მაგრამ მისი რწმენა ამბობდა, რომ ღმერთი დაამარცხებდა ამ გიგანტს. ეს არის პირველ მეფეთა 17 თავში აღწერილი. ადამიანური გონება ეუბნება სამ ებრაელ კაცს, დანიელის მეგობრებს, რომ ცეცხლის ღუმელი დაწვავდა მათ, მაგრამ რწმენა ამბობდა, რომ ღმერთს შეეძლო მათი დაცვა და შენარჩუნება. დანიელის მესამე თავი. ამიტომ რწმენა მოსვენიდან მოდის, მოსმენა კი ღვთის სიტყვიდან, რომელთა 10:17. ღმერთი არის შემოქმედი და მან იცის თავის ქმნილებას როგორი წიგნი დაუტოვოს, რომელიც დაეხმარება მათ გაიგონ თუ ვინ არის ის, როგორ მოქმედებს და რა სურს მათგან. ეს არის წიგნი, რომელიც შეიცავს ცნებებს, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, დაპირებებს, რომლებიც ჩვენ უნდა დავიჯეროთ და იმ პრინციპებს, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ. ეს ასევე არის წიგნი რეალურ ადამიანებზე, რომელთაგან ზოგიერთი ემორჩილებოდა უფალს, ზოგი კი არა. ამ ადამიანების გამოცდილებიდან შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ იმის შესახებ, თუ რას უნდა მივყვეთ და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, რათა სწორად ვიცხოვროთ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ, ღვთის სიტყვით უნდა იყოს გამოცდილი და ფილტრში გატარებული. ამერიკელმა ფიზიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა რობერტ მილიკანმა თქვა, ბიბლიის ღრმა ცოდნას კარგად განათლებული ადამიანის აუცილებელ კვალიფიკაციად მივიჩნევო. იელის უნივერსიტეტის პროფესორ უილიამ ლიონ ფელპსი დაეთანხმა, როდესაც თქვა, ყველას, ვისაც ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნა აქვს, შეიძლება ჭეშმარიტად ეწოდოს განათლებულიო. მე მჯერა, რომ ბიბლიის ცოდნა კოლეჯის კურსის გარეშე უფრო ღირებულია, ვიდრე კოლეჯის კურსის გავლა ბიბლიის გარეშეო. თუ გჯერა, რომ ღმერთი შენი შემოქმედია და რომ ის სამყაროში ცხოვრობ, მაშინ მოусმინე, რას ამბობს ის და დაემორჩილე მას, რადგან ეს არის ჭეშმარიტ სრულყოფისა და წარმატების საიდუმლო. იესო ნავესზე 1 თავი 7 და 9.
და ბოლოში შენიშვნა მოიტანა, ერთი შენიშვნა იყო მხოლოდ გაკეთებული ფსალმურის 128 თავში, მაშინ რაც დავითი ფიქრობს, რომ ღმერთი მას საშვილოსნოში ქმნიდა, ის მაშინვე ახსენებს ღვთის სიტყვას 17 და მე-18 მუხლებში. ეს არის ჩვენი დღევანდელი მეოთხე ნაწილი. მადლობა მოსმენისათვის.